ალბათ გაინტერესებთ თუ როგორ განვლაგდნენ პლანეტები დღეს და რა გზავნილებს მივიღებთ კოსმოსისგან. სწორედ ამიტომ 11 აპრილს ჰოროსკოპს უნდა გადავალოთ თვალი. ვის მეცემა ახალი შესაძლებლობები, ზოდიაქოს რომელი ნიშნები შეძლებენ წარმატების მიღწევას მათთვის სასურველი მიმართულებებით და ზოგადად რა ჩვევები უნდა გაითვალისწინოთ დღევანდელი დღისა და მოახლოებული შაბათ-კვირის უკეთ დასაგეგმად. ამ ყველაფერს ჩვენი ეზოთერიკოსისგან, ნინა სუსლოვასგან გავიგებთ სწორედ ახლა. დილამშვიდობის საქართველო, დღეს 11 აპრილია, პარასკევი. დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა და დღეს შესაძლოა, რომ ძველმა პრობლემებმა იჩინონ თავი. გარდა ამისა, ეს დღე მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გამოხვიდეთ ჩაკეტილი წრიდან, თუ გსურთ ცვლილებები, ამისთვის აუცილებელია მოქმედება და ნაბიჯების გადადგმა. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ზოდიაქოს ნიშნებზე. ვერძებო, დღის პირველი ნახევარი საკმაოდ აქტიური იქნება თქვენ. შესაძლოა, გარკვეული მოლაპარაკებების, შეხვედრები, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ. თუ რაიმე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, შეგიძლიათ, რომ ამ პერიოდისთვის დაგეგმოთ. ხოლო რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს, საღამოს აქ შესაძლოა, რომ გარკვეული უთანხმოება გქონდეთ, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან მიმართებაში. ყურებო, თქვენ შემთხვევაში დღის პირველი ნახევარი მეტად აქტიური და პროდუქტიული იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ, რომ გამოიყენოთ მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად ან რაღაც გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად. ხოლო რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს, აქ თითქოს ენერგიის ნაკლებობა გექნებათ. შესაძლოა გაგიჭირდეთ კონცენტრაცია ან რთული სამუშაოს შესრულება. შესაბამისად, შეეცადეთ, რომ დღეს სწორად გადაანაწილოთ და მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. რაც შეეხება თქვენ წყობებამ, დღეს შესაძლოა მოგიწიოთ ინფორმაციის გაცვლა. შესაძლოა მოგიწიოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ან რაიმე ახალი ნაბიჯების გადადგმა. ამასთან ერთად კარგი იქნება თუ ყველაფერს, რასაც დღეს მოისმენთ, გადაამოწმებთ და შემდგომ იმოქმედებთ, რადგან ამ ჭეშმარიტებასთან ერთად, რომელიც შესაძლოა რომ მოვიდეს, შესაძლოა გარკვეული ცრუ ინფორმაციაც მოვიდეს თქვენამდე. შესაბამისად, შეეცადეთ, რომ იყოთ დაკვირვებულები და ყველაფერს კარგად მიაქციოთ ყურადღება. კითხებებისთვის ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. შეგიძლიათ, რომ ეს დღე გაატაროთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად. გარდა ამისა, თუ გყავთ შვილები, შეეცადეთ, რომ დრო მათაც დაუთმოთ. შეგიძლიათ, რომ რაღაც საჩუქარი არჩქოთ ან თუ რაიმე კონფლიქტი ან გაუგებრობა გამოასწოროთ და პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ. მოკლედ, ძალიან კარგი იქნება, თუ თქვენ სიკვდილ მყოფ ადამიანებს, რომლებიც გიყვართ, გაახარებთ და რაიმე სიურპრიზს გაუკეთებთ. ლომებო, დღეს შესაძლოა, რომ თქვენი დახმარება დასჭირდეს ნათესავებს. შეეცადეთ, რომ მათ ხელი შეუწყოთ და დაეხმაროთ. გარდა ამისა, შესაძლოა გარკვეული კონფლიქტური სიტუაციებიც აღმოჩნდეს მათთან მიმართებაშიც. თუ ასეთი რამ მოხდება, შეეცადეთ, რომ პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ და გამოასწოროთ სიტუაცია. შეეცადეთ, რომ ნებისმიერი პატარა კონფლიქტი ან პრობლემა, რომელიც იქნება, მარტივად მოაგვაროთ და დათმობებზე წახვიდეთ. ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ სიტუაცია სწრაფად გამოასწოროთ და თქვენ სასიკეთოდ შეცვალოთ. რაც შეეხება თქვენ ხალხწულებამ, დღეს მეტი ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ ყველაფერთან მიმართებაში. შეეცადეთ, რომ იყოთ წინდახედულები და არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები. გარდა ამისა, მეტი სიფრთხილე გმართებთ იმ შემთხვევაში, თუ დიდ დროს ატარებთ საჭესთან ან თუნდაც მგზავრობის დროს. არ არის სასურველი შორგზაზე გადაადგილება. შეეცადეთ, რომ დღევანდელ დღეს შედარებით მშვიდ გარემოში გაატაროთ და არ დაკავდეთ რაიმე მნიშვნელოვანი საქმიანობით. შესაძლოა, რომ რაღაც გარკვეული პრობლემები წარმოიქმნეს ან რაღაც გარკვეული შეცდომები დაუშვათ. სასწორებისთვის ეს დღე საკმაოდ დადებითი და პოზიტიური იქნება. მარტივად მოახერხებთ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას, ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრას. თუ კი გსურთ ან გინდათ, რომ რაიმე გამოასწოროთ ან ამ შემთხვევაში ძველი შეცდომები, ძველი პრობლემები, ძველი საქმეები დაასრულოთ, მარტივად მოახერხებთ ამ ყველაფერს. გარდა ამისა, შეგიძლიათ, რომ ახალი ნაბიჯების გადადგათ. მოკლედ, ყველაფერი ის ვისი გაკეთებელს გსურთ, ეს დღე ამის შესაძლებლობას მოგცემთ. თავარია, რომ იმოქმედოთ და გადადგათ სწორი ნაბიჯები. მორიელებო, ეს დღე საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენთვის. მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია, რომ დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. ხოლო, რაც შეეხება ახალი საქმეების დაწყებას, აქ სჯობს თავი შეიკავთ, რადგან ჯერ დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ, ბოლომდე მიიყვანეთ ადრე დაწყებული საქმეები და შემდგომ გადადგით უკვე ახალი ნაბიჯები. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ საღამოს რაღაც პერიოდს დაისვენებთ და აღიდგენთ ენერგიას. რაც შეეხება თქვენ მშვილდოსნებო, დღეს გმართებთ წინდახედულობა და სიფრთხილე ყველაფერთან მიმართებაში. შეეცადეთ, რომ არ გათქვათ ინფორმაცია, შეეცადეთ, რომ არ ისაუბროთ თქვენს სამომავლო გეგმებზე, რადგან შესაძლოა, რომ ეს ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ, არა მხოლოდ უცხო ადამიანებთან, არამედ მეგობრებთანაც გმართებთ სიფრთხილე, რადგან შესაძლოა, რომ აქაც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თქვენთვის არ არიან კეთილის მოსურნეები. დღესქებისთვის ეს დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. მარტივად მოახერხებთ, რომ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში რაღაც გარკვეული დეტალები. თუ გსურთ ცვლილება, შეგიძლიათ, რომ გადადგათ თამამი ნაბიჯები. შეგიძლიათ, რომ აქტიურად იმოქმედოთ და
გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. მოკლედ, შეეცადეთ რომ ცოტა სხვა კუთხით შეხედოთ ყველაფერს და გააკეთოთ ის, რაც რეალურად არის თქვენთვის კარგი და წარმატების მომტანია. მერწყულებო, თქვენთვის უმჯობესი იქნება თუ დილას შედარებით მშვიდ გარემოში გაატარებთ. არ არის სასურველი ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმა ან რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ხოლო რაც შეეხება დღის მეორე ნახევარს, აქ სიტუაცია თქვენ სასიკეთოდ იცვლება. მეტად ენერგიულები იქნებით, მეტად სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მოახერხებთ და ისქოს უფრო მეტად დაკვირვებულად შეძლებთ, რომ ყველაფერი აღიქვათ და შეამჩნიათ. ხოლო რაც შეეხება თქვენ თევზზე, რომ კარგი იქნება თუ ამ დღეს საკუთარ თავს დაუთმოთ, შინაგანი ბალანსის პოვნას მოახერხებთ. შეგიძლიათ დაკავდეთ იოგით, მედიტაციით, გახვიდეთ ბუნებაში. მოკლედ, შეეცადეთ რომ გააკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ შინაგანი ჰარმონია იპოვოთ და ენერგია აღიდგინოთ. ხოლო რაც შეეხება უქმე დღეებს, შაბათი საკმაოდ აქტიური დღე იქნება. შეგიძლიათ რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი მიზნებისთვის და გეგმებისთვის. ხოლო კვირას პირიქით სიფრთხილე, მოთმინება და სიმშვიდე გმართებთ. გისურვებთ ყველას ბედნიერ პარასკევს და წარმატებულ უქმე დღეებს.